გადაცემის წარმომადგენელია ალიანს ჯგუფი. გადაცემის სპონსორია JetX, უნივერსალური საინჟინრო მომსახურება. გადაცემის თანაავტორია პროსპექტი, უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია 2018 წლიდან. მოგესალმებით, ეს BMG-ს და გაყიდვების კომპანია პროსპექტის ერთობლივი გადაცემა უძრავი ქონების პროსპექტია. ჩვენ კი მისი ავტორები და წამყვანები თათია ჩაფიჩაძე და გუგა კობახიძე ვართ. მოგესალმებით, დღეს 29 აპრილია, თვის ბოლო სამშაბათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადაცემა ტრადიციულად ბათუმიდან მაუწყებლობს. ჩვენ ვიმყოფებით ტრადიციულად ალიანს პრივილეჯის სტუდიაში და უნდა შემოგთავაზოთ დღეს ბათუმისა და აჭარის მნიშვნელოვანი პროექტები და სიახლეები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ამჟამად ძველ ბათუმში ხორციელდება, ეს არის სასტუმრო ჰილტონის ქვებრენდის ჰემპტონის, რომელიც 153 ნომერს გაერთიანებს და ამ სასტუმროში საინჟინრო სამუშაოებს სრულად ახორციელებს კომპანია Smarteri. ეს შედარებით ახალი მიმართულებაა კომპანიის, ამიტომაც დეტალებს სიუჟეტიდან მოგიყვებით, რა ტიპის მომსახურებას თავაზობს კომპანია, როგორც ადგილობრივი საერთაშორისო დამკვეთებს და სულ რამდენიმე წუთში უკვე სტუდიაში სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ძველ ბათუმში ჰილტონის ქვებრენდის ჰემპტონის 153 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. რუსთაველის 20 ნომერში ახალი განთავსების ობიექტი სტუმრებს მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოდან უნდა მოიმსახუროს. ობიექტის საინჟინრო სამუშაოებს სრულად კომპანია Smarteri ახორციელებს. ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიების შემდეგ კომპანია ბაზარ საინჟინრო მომსახურებას თავაზობს, რაც როგორც პროდუქციის მიწოდებას, ისე მის სრულ მონტაჟს უზრუნველყოფს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალაქ ბათუმში, რუსთაველის 20 ნომერში, სადაც ძველ ბათუმს შეემატება კიდევ ერთი ბრენდული სასტუმრო. ეს არის ჰემპტონის სასტუმრო, რომელიც ჰილტონის ბრენდის შემავალი ერთ-ერთი ქვებრენდი არის. ამ კონკრეტულად ამ ობიექტის საინჟინრო გადაწყვეტილებებს ასრულებს კომპანია Smarteri. ეს არის პირველი პროექტი Smarteris შემთხვევაში, როდესაც ჰილტონთან თანამშრომლობს და ჰილტონის საერთაშორისო ბრენდის საინჟინრო პარტნიორი გახდა. კონკრეტულად ამ ობიექტზე კომპანია Smarteri ახორციელებს ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს და სრულად მოიცავს სუსტი დენების სამონტაჟო სამუშაოებს, რაც თავისთავად მოიცავს ოთახის მართვის სისტემებს, მოიცავს შენობის მართვის სისტემებს, ეგრეთ წოდებულ building management სისტემას. ასევე Smarteris დისციპლინაში მოიაზრება ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა, მოიაზრება ასევე სახანძრო დეტექცია და სრულად შენობის დაშვების სისტემები და ელექტრონული საკეტები, რომლის სრულად აღჭურვილობასაც ახორციელებს ესპანური ბრენდი Saltoti, რომელიც ერთ-ერთი მსოფლიოში წამყვანი ბრენდია და რომლის პარტნიორსაც წარმოადგენს კომპანია Smarteri საქართველოში. საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობა შესრულებული სამუშაოს თითოეულ ეტაპზე შესაბამის შემოწმებას მოიაზრებს, რაც კომპანიისთვის განვითარების საინტერესო გამოცდილებაა. Smarterში განმარტავენ, რომ ჰილტონთან პარტნიორობა როგორც ევროპული ბრენდების, ისე ევროპული სტანდარტებით მუშაობას მოითხოვს. ჰილტონის საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობა მოიაზრებს, რომ ერთის მხრივ გამოყენებული უნდა იყოს სოფლიოში წამყვანი ევროპული ბრენდები, ხოლო მეორეს მხრივ ეს ყველაფერი დამონტაჟებული უნდა იყოს ევროპული სტანდარტებით. ამ შემთხვევაში კომპანია Smarteri წარმოადგენს სხვადასხვა ევროპული ბრენდის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში, შესაბამისად გამოყენებული არის დაშვების სისტემებში ესპანური ბრენდი Salto, რომელიც არის სოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი და აღჭურვილი იქნება როგორც სასტუმროს ოთახის საკეტები, ისევე ეგრეთ წოდებული back of house Saltos ბრენდით, ასევე გახმოვანების და სახანძროს ნაწილში გამოყენებული არის ბრენდი Bosch, რომელიც ასევე ერთ-ერთი სოფლიოში წამყვანი ბრენდი არის და ანალოგიურად როგორც შენობის მართვის სისტემაში, ისე ოთახის მართვის სისტემაში გამოყენებული არის სხვადასხვა წამყვანი ევროპული ბრენდები. კონკურენტულ უპირატესობაზე საუბრისას Smarterში წარმატებით შესრულებულ პროექტებს გამოყოფენ, რომლის უკანაც კვალიფიციური გუნდი დგას. ამჟამად ჰემპტონის სასტუმროს მშენებლობაზე შესაბამის სამონტაჟო სამუშაოებს კომპანიის 25-მდე დასაქმებული ასრულებს. კომპანია Smarterზე შეჩერდა არჩევანი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პორტფოლიო, წარმატებით შესრულებული პროექტები, მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს
წამყვანი ევროპული ბრენდები, რომლის ოფიციალურ დისტრიბუტორსაც ჩვენ თვითონ წარმოვადგენთ საქართველოს მასშტაბზე და ამავდროულად, რა თქმა უნდა, კომერციული წინადადება, სადაც ბევრად უფრო მიმზიდველი შეთავაზება მოვახდინეთ, ვიდრე სხვა კონკურენტმა კომპანიებმა. კომპანია Smarteri ბაზარზე 2015 წლიდან ავტომატიზაციისა და ჭკვიანი სახლის თანამედროვე სისტემების დანერგვას უზრუნველყოფს. ბოლო 2 წელია კი მომსახურების ჩამონათვალს საინჟინრო სამუშაოების შესრულება დაემატა. თიტო აბულაძეა ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, კომპანია Smarteris ხელმძღვანელი და მასთან ერთად უნდა ვისაუბროთ როგორც იმ პროექტზე, რომელიც სიუჟეტში ვნახეთ, ასევე სხვა პროექტებზე, რომელსაც კომპანია Smarteri ახორციელებს. თიტო, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. მოდით პირველ რიგში ვისაუბროთ იმ პროექტზე, რაც ჩვენმა მაყურებელმა სიუჟეტში ნახა, რა მომსახურებას აწვდით აღნიშნულ პროექტს და ზოგადად საინჟინრო სერვისით დიდი ხანია თუ არა დაკავებული Smarteri. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მოგეხსენებათ, როგორც მაყურებელმა იხილა, ძველბათ თუმს შეუერთება კიდევ ერთი ბრენდული სასტუმრო, რომლის საინჟინრო სამუშაოებსაც ახორციელებს კომპანია Smarteri. ბოლო 2 წლის განმავლობაში Smarteri ძალიან აქტიურად ჩაერთო საინჟინრო სამუშაოებში და მიმდინარე პროექტები გვაქვს როგორც ბათუმში, აჭარაში, ასევე დედაქალაქში თბილისში. კონკრეტულად ამ ობიექტზე თუ ვიმსჯელებთ, Smarteri თავის ყველა მიმართულებით არის ჩართული. ეს მოიაზრებს როგორც ელექტროსაინჟინრო, ისე სუსტი დენების მიმართულებას, მაყურებლისთვის, ინვესტორებისთვის, რომ უფრო გასაგები იყოს ეს ყველაფერი. საინჟინრო სამუშაოებში მოიაზრება ელექტროგაყვანილობები, მოიაზრება სუსტი დენების ნაწილი, რომელიც თავისთავად იყოფა კიდე რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვან დისციპლინად. ეს არის კამერები უსაფრთხოების, ეს არის დაშვების სისტემები, ელექტროსაკეტები, სადაც კომპანია Smarteri ახორციელებს ესპანური ბრენდის Saltos ინტეგრაციას მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის ოთახის მართვის სისტემები, ეს არის შენობის მართვის სისტემები, სახანძრო დეტექცია და ასე შემდეგ. შესაბამისად, აქ მოიაზრება როგორც ერთის მხრივ საპროექტო სამუშაოები, რომელსაც ასევე ახორციელებს Smarteri საპროექტო გუნდი, ბრენდების ინსტალაცია და ეს ევროპული ბრენდები თავისთავად გათვალისწინებულია, რადგან ყველაფერი კეთდება Hilton-ის საერთაშორისო ბრენდის სტანდარტებით, რომელიც ძალიან საინტერესო გამოწვევაა ჩვენი როგორც საინჟინრო დეპარტამენტისთვის, ასევე ტექნიკური გუნდისთვის. საინტერესოა, რა სითხოს საერთაშორისო ბრენდები, როცა საქმე გვაქვს საერთაშორისო კომპანიებთან, იქ რა ტიპის მოთხოვნები არსებობს და აი ამ ყველაფერს როგორ უმკლავდება თქვენი კომპანია, რა ტიპის გადაწყვეტებით და რა ტიპის სერვისებს აწვდით? საინტერესო კითხვაა და მადლობა. როგორც უკვე ვახსენე, ანუ ერთის მხრივ ხდება ორი მიმართულებით ხდება რეალურად გათვალისწინება ამ სტანდარტების. ანუ ერთი არის თვითონ კონკრეტულად ბრენდები, რომელი ბრენდებიც ინტეგრირდება აღნიშნული კლასის პროექტებში, ხოლო მეორე კუთხით უკვე ის ხარისხი, როგორი კუთხითაც ხდება კონკრეტულად მონტაჟი და შემდეგ ამ ყველაფრის გამართვა. ან ბრენდებზე თუ ვისაუბრებთ, Smarteris ერთ-ერთი უპირატესობა და სწორედ რატომაც აჩერებენ Smarterზე არჩევანს, ეს არის, რომ Smarteri თვითონ წარმოადგენს ამ საერთაშორისო ევროპული ბრენდების დისტრიბუტორს საქართველოში. პირობითად რომ ჩამოვთვალოთ, ეს შეიძლება იყოს დაშვების სისტემაში Saltos ბრენდი, რომელიც ავტორიზებული ბრენდი არის არა მარტო Hilton-ის, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების ბრენდ ლისტში. გარდა ამისა, აღნიშნულ პროექტში ასევე ხდება Bosch-ის ბრენდის ინტეგრაცია, რომელიც ასევე ცნობილი ევროპული ბრენდი არის. სრულად ელექტროობა ხდება ABB-ზე, რომელიც შვეიცარიულ-გერმანული ბრენდი არის და მსგავსი ბრენდებით ხდება კონკრეტული სასტუმროს და ობიექტის აღჭურვა და ასევე სტანდარტი, რომელიც სტანდარტითაც ჩვენი ტექნიკოსები და ინჟინრები უკვე ახორციელებენ ინტეგრაციას და სამონტაჟო სამუშაოებს, რომლის შეთანხმებას თავისთავად ხდება უკვე გლობალურად საერთაშორისო ბრენდთან. თქვენი გუნდი ახსენეთ და ადამიანები, ვინც ამ ყველაფერზე მუშაობენ და საინტერესო რა ტიპის გამოცდილება და კვალიფიკაცია გააჩნიათ, ან სად იღებენ ისინი ამ გამოცდილებას, რომ არ არის მარტივი საერთაშორისო ასეთ ტიპის ბრენდებთან თანამშრომლობას. ამ სტანდარტის დაკმაყოფილებისთვის რა ტიპის რესურს ხარჯავს კომპანია თანამშრომლობის კვალიფიკაციაზე? ერთის მხრივ ჩვენ თუ ვისაუბრებთ სამონტაჟო ჯგუფზე, მათ აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, კონკრეტულად კი აჭარაში, ასევე და მათ აქვს არაერთი ბრენდული სასტუმრო განხორციელებული და ასევე საინჟინრო დეპარტამენტი და საპროექტო დეპარტამენტი, რომელთაც დაახლოებით 7-მდე სხვადასხვა ბრენდული სასტუმრო აქვს შესრულებული როგორც დედაქალაქში, ისე აჭარის რეგიონში. შესაბამისად, კი თავისთავად არის რაღაცა განსხვავებები სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდებში, თუმცა ძირითადი მიმართულება და ძირითადი ეს ევროპული სამონტაჟო ხაზი მაინც
ერთი არის სხვადასხვა ბრენდებში, რომელიც შეიძლება მეორდებოდეს როგორც Hilton-ში, ისე Radisson-ში და Wyndham-ში შემავალი ბრენდებისთვის. შესაბამისად, ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ხარისხის დაცვა, რომელიც აუცილებელია აღნიშნულ პროექტებში, ჩვენ გვს გააჩნია საკმაოდ დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება. აჭარის ბაზარზე რო ვისაუბროთ, ისევ რამდენად ითხოვს მომხმარებელი ან მსხვილი ბრენდების და ლოკალური ბრენდებიც ხარისხიან სერვისს ან პროდუქციას. თქვენ საუბრობდით ევროპულ ბრენდებზე და ევროპულ სტანდარტებზე და აი ამ ხრივ როგორი სიტუაციაა დღეს აჭარაში? მოგეხსენება, ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ აჭარაში წარმოდგენილი, ჩვენ 2016 წლიდან რაც ზოგადად ბაზარზე ვართ, ბოლო 5-7 წელი ძალიან აქტიურად ვოპერირებთ აჭარის რეგიონში და რატომ? იმიტომ რომ აჭარა ძალიან საინტერესო ბაზარი არის. აქ ხდება გარდა იმ ბრენდული სასტუმროებისა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ჩვენ ასევე ხდება ეგრეთ წოდებული აპარტ-ოტელის ტიპის საცხოვრებელი ბინები. აპარტ-ოტელის ეს არ ხდება დედაქალაქში, ეს არის უფრო აჭარაში წარმოდგენილი და არის ძალიან საინტერესო კონცეფცია, რადგან ერთის მხრივ დეველოპერები ყიდიან თავიანთ უძრავ ქონებას, ხოლო მეორეს მხრივ მათ მაინც სჭირდებათ სასტუმროს ის გადაწყვეტილება, რომლითაც ისინი ძალიან კომფორტულად გააქირავებენ და ცენტრალიზებული სისტემით მართავენ ამ ყველაფერს. შესაბამისად, ჩვენი როლი ზუსტად ეს არის, რომ ადგილობრივ დეველოპერებს რაც შეიძლება კომფორტულად მოვარგოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც მათ შემდგომ კონცეფციას იდეალურად მართავს და დაეხმარება მათ საოპერაციო ნაწილში. პირობითად, როდესაც მე ვახსენე სალტოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრენდული სასტუმროების საკეტებს და დაშვების სისტემას ეხება, მათ აქვთ ასევე ის გადაწყვეტილება, რომელიც იდეალურად ერგება აპარტ-ოტელის ტიპის სასტუმროებს. სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსებს. შესაბამისად, ესეთი ტიპის კომპლექსი შეიძლება კონკრეტულად აყენებდეს არა ყველაზე პრემიალურ საკეტს, შედარებით შეიძლება რომ რადგან ბრენდი აქ არ აკონტროლებს, თუმცა მნიშვნელოვანი რაც არის, ყველანაირი ტიპის გადაწყვეტილება ზურგს უმაგრებს იგივე ხარისხის და ბრენდის სოფტი და პლატფორმა, რომელიც შემდგომ მათ იდეალურ საშუალებას აძლევს იმისთვის, რომ ცენტრალიზებულად გააქირაონ, მოუარონ, აღრიცხონ თავიანთი თანამშრომლები და ეს ყველაფერი საოპერაციო ნაწილი ქონდეთ ძალიან დახვეწილი. ისე ძალიან საინტერესოა თბილისსა და ბათუმს თუ შევადარებთ ამ ნაწილში როგორია? ბათუმი უფრო საინვესტიციოა, ძირითადად შეიძლება არ ცხოვრობდნენ და უფრო ჭირდებოდათ ეს ჭკვიანი სისტემები და ასე შემდეგ. ბათუმის შემთხვევაში, როგორც ვახსენე, ჩვენ უფრო ხვდებით აპარტ-ოტელის ტიპს, სადაც იგულისხმება ის, რომ დეველოპერი აქირავებს ბინას და მას ჭირდება რეალურად სრული მართვა, ასე ვთქვათ, სახლის, ხოლო თბილისის შემთხვევაში ხვდებით უფრო საცხოვრებელ ტიპს, სადაც იმ შემთხვევაში თუ გაქირავება აუცილებელია, საბოლოო მოხმარებელი აქირავებს. აქ უკვე ძალიან აქტიურად შემოდის ჭკვიანი სახლის გადაწყვეტილებები, რადგან მოგეხსენება თბილისში ყველა წამყვანი დეველოპერი თითქმის უკვე აქტიურად ნერგავს ჭკვიანი სახლის გადაწყვეტილებას და რატომ? ერთის მხრივ ეს არის ძალიან კარგი დამატებითი ღირებულება იმისთვის, რომ ჩვენი უძრავი ქონება უფრო მიმზიდველი გავხადოთ, ხოლო მეორეს მხრივ ეს არის ძალიან დიდი პლუსი საბოლოო მომხმარებლისთვის, რომ მან ძალიან აქტიურად, კომფორტულად და ენერგოეფექტურად მართოს თავიანთი სახლი. არის რამოდენიმე ძალიან პოპულარული გადაწყვეტილება, მოგეხსენებათ, ჩვენ 2016 წლიდან ვახორციელებთ ჭკვიანი სახლის ინტეგრაცია საქართველოს მასშტაბით, დაწყებული კარის ჭკვიანი საკეტიდან გათბობის მართვა, რომელიც ხდება ჭკვიანი თერმოსტატის დახმარებით, განათების ავტომატიზაცია და მართვა, მოგეხსენებათ, დღეს ძალიან აქტუალური ხდება უკვე ენერგოეფექტურის კომპონენტიც, სხვადასხვა დეველოპერები უკვე აქტიურად იყენებენ ამ მესიჯს თავიანთ გაყიდვების დროს და ჩვენ ძალიან კარგად ვერგებით და ვეხმარებით სხვადასხვა დეველოპერებს გამომდინარე იქიდან თუ რომელს რა პრიორიტეტი აქვს, არიან კონკრეტულად კომპანიები, რომლებიც აქტიურად კომფორტზე უფრო აპელირებენ და ამაზე აკეთებენ აქცენტს, არიან დეველოპერები, რომლებიც უფრო ენერგოეფექტურობის მიმართულებით ახდენენ თავიანთი უძრავი ქონების პოზიციონირებას, გამომდინარე მათი საჭიროებიდან ისინი გვიყვებიან თუ რა არის რეალურად დავალება და შესაბამისად ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი სოლუშენებით უკვე იდეალურად ვერგებით, რომ მათ ძალიან გაამდიდრონ თავიანთ მარკეტინგული მესიჯი, ასე ვთქვათ და კიდევ უფრო დავეხმაროთ იმაში, რომ ეფექტურად გაყიდონ უძრავი ქონება. დიდო რამე კონკრეტულ ერთ მიმართულებას იღებენ უფრო მეტად, რაღაცა უფრო საკეტს, უფრო გათბობას თუ აი მთელი კომპლექსი და ეს რაღაცა პაკეტი აქვს შეთავაზებაში და ეს ყველაფერი მართლა smart სახლები ჭირდებათ, აი რაზეა მოთხოვნა უმეტეს. ეს როგორი იცვლება საინტერესო. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო რაღაცას გეტყვით, რომ ერთის მხრივ ჭკვიანი სახლი იყო ყველაზე ესეთი მოთხოვნადი, მაგრამ ჩვენ გარდა ჭკვიანი სახლისა აქტიურად
ვთავაზობთ სოლუშენებს საერთო სივრცეებისთვის. ანუ დაწყებული შლაგბაუმიდან საერთო სივრცეების მართვა ხშირ შემთხვევაში მულტიფუნქციური არის და არის კოვორკინგი, არის აუზი, ფიტნესი, ასე შემდეგ. დეველოპერს ჭირდება რომ ერთი ფანჯრის პრინციპით მართოს აბსოლუტურად ყველა სივრცე, დომოფონიაც შედის, რა თქმა უნდა და ჭკვიან სახლთან ერთად ძალიან აქტიური ლიფტების მართვა, რადგან ყოველთვიურად, როდესაც მობინადრეები იხდიან თანხას, დეველოპერს აუცილებლად ჭირდება რაღაცა მექანიზმი, რომ იძულებული გახადოს, რომ კომფორტის კუთხით მოახდინოს მათი მართვა უკვე გადახდის შესაბამისად და ჩვენ ამ ყველაფერში ვეხმარებით, რომ გარდა საცხოვრისის და ინდივიდუალურისა, ჩვენ ასევე ვეხმარებით, რომ შევთავაზოთ გადაწყვეტილება საერთო სივრცეებისთვის, ხოლო კონკრეტულად ჭკვიან სახლში, რა თქმა უნდა, ლიდერობს კარიჭკვიანი საკეტი, რა თქმა უნდა, ლიდერობს გათბობა-გაგრილების მართვა, რადგან 30-დან 40%-მდე სხვაობას იძლევა ყოველთვიურ გადასახადში ენერგოეფექტური სახლი ამ მიმართულებით, ასევე განათების მართვა და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სისტემა, რომელიც გულისხმობს სახლის უსაფრთხოებას, სიგნალიზაციაზე აყვანას და დისტანციურად თუ არ ვიმყოფები სახლში, ჩვენ მუდმივად გაგვცნობა და სრული ინფორმაცია სახლის შესახებ. ძალიან საინტერესოა დეველოპერები რადგან ახსენეთ და საერთო სივრცეები, აი ამ ნაწილში როგორ შეიცვალა მათი მიდგომა ამ წლების განმავლობაში. ჩვენ გრემოზე ვსაუბრობდით, რომ როცა დავიწყეთ მუშაობა, მაშინ ძალიან ახალი იყო ეს და ბაზარმა არ იცოდა. დღეს როგორი მდგომარეობა და იმ საერთო სივრცეებზე რამდენად მოგმართავენ, რომ ასეთ ტიპის გადაწყვეტები. მეტი და მეტი დეველოპერმა დაიწყო ფიქრი უკვე საერთო სივრცეებზე, რადგან ეს საერთო სივრცე თანაბრად აძლევს კომფორტს და უსაფრთხოებას აბსოლუტურად ყველა მობინადრეს. შესაბამისად, როდესაც უმეტესი სცენარი როგორ არის, რომ ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილებები პირობითად დომოფონიის გადაწყვეტილება, სადაც აბსოლუტურად დაკაბელების გარეშე შესაძლებელი არის ყველაზე ინოვაციური სისტემის დაყენება, ისე რომ აღარ ჭირდება დეველოპერებს 30 სართულიანი შენობის დაქსელვა, აღჭურვა სხვადასხვა კომპონენტები და რეალურად დეველოპერი იღებს უფრო დაბალ ფასად, უფრო ინოვაციურ გადაწყვეტილებას, რომელიც თანაბარ კომფორტს აძლევს როგორც მაცხოვრებელს, ისე სტუმარს და სადაც არ უნდა იმყოფებოდეს მობინადრე, მას შეუძლია რომ დისტანციურად გაუღოს თუნდაც ცენტრალური კარი და ასევე შლაგბაუმი და ნებისმიერი საერთო სივრცე, პირობითად იქნება ეს აუზი, საერთო სამუშაო სივრცე თუ ასე შემდეგ, საოპერაციო ნაწილში უკვე დეველოპერს შეუძლია რომ ერთი სოფტიდან მართოს უფლებები და სხვადასხვა დამლაგებელს დაცვას, ანუ სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა უფლებები მიანიჭოს დისტანციურად, ისე რომ მათ არ მოუწიოთ ყოველდღიურად ამ თანამშრომლებთან რაღაცა ინტერაქცია. ამით შექმნეს კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე. შეჯამებისთვის თითო, ესე იგი ჩვენ ვისაუბრეთ საინჟინრო მიმართულებაზე, ჭკვიან სახლზე, რომელი მიმართულებითაც ყველაზე კარგად გიცნობთ ალბათ მომხმარებელი, თუმცა საინტერესო იქნება თქვენ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ თქვენს ძირითად მიმართულებებს და რაც თავარია იმ კონკურენტულ უპირატესობებს, რაც დღეს Smarters გააჩნია ყველა იმ მიმართულებაში, რასაც ის ბაზარს აწვის. დიახ, ანუ საინჟინრო მიმართულებაში Smarters-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი არის კომერციული ნაწილი, როგორც ჩვენ ვისაუბრეთ ბრენდული სასტუმროები, ჩვენ ახლა მიმდინარე ობიექტზეც ვიმუშავეთ და ჩვენ ასევე ვიწყებთ მუშაობას სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდებთან, როგორც ვახსენეთ, ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა არის ის ბრენდები, რომელიც გაგვაჩნია და რომელიც ავტორიზებული ბრენდი არის სხვადასხვა საერთაშორისო სასტუმროს ბრენდებში, პირობითად Salto ვახსენეთ ჩვენ და არა მარტო Hilton-ის ბრენდის ქვეშ შემავალი სასტუმრო, არამედ ჩვენ ახლა ვიწყებთ Radisson და ვინთემის სხვადასხვა სასტუმროებსაც და საინჟინრო კუთხით, როგორც ელექტროსაინჟინრო, ისე სუსტიდენები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის კომერციული სეგმენტი და საინვესტიციო სეგმენტი, ხოლო რაც შეეხება ჭკვიან სახლს ზოგადად ავტომატიზაციას და საერთო სივრცეების მართვას, ჩვენ ისევ და ისევ რჩებით ჩვენ ერთგულ სეგმენტთან დეველოპერებთან, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, მათ ვერ გებით მაქსიმალურად მათ კონცეფციას, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და ამოსავალი წერტილი და მათი კონცეფციიდან გამომდინარე უკვე ვთავაზობთ საერთო სივრცეების მართვას, დომოფონიის სისტემებს და ჭკვიანი სახლის აღჭურვას თითეული ბინისთვის, რაც საბოლოოდ მათ, როგორც მათ, ასევე საბოლოო მომხმარებელს აძლევს გრძელვადიან ძალიან ბევრ პლუს, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე ენერგოეფექტურობის და კომფორტის კუთხით. ხომ არ უნდა ველოდოთ რაიმე სიახლებს გარდა საინჟინრო და ჭკვიანი სახლისა, კიდევ რას გეგმავს Smarters უახლოეს პერიოდში? ჩვენ მუდმივად მუშაობთ სიახლეებზე, მეცაც გეტყვით, რომ აი ზუსტად ეს როგორც დედაქალაქის, ასევე აჭარის ბაზარი ჩვენ
აძლევს საშუალებას, რომ მუდმივად გქონდეს დაკვირვება თუ რეალურად დეველოპერებს რა ჭირდებათ და რა მიმართულებით ვითარდებიან და რაღაც კუთხით ჩვენს დამოკიდებული ვართ ჩვენ ერთგულ სტრატეგიულ მომხმარებლებზე, რადგან გამომდინარე მათი პრიორიტეტებიდან ჩვენი მისია ზუსტად ის არის, რომ შევთავაზოთ ზუსტად ის, რაც მათ ჭირდებათ მათი მომავალი განვითარებისთვის და წარმატებისთვის. შესაბამისად, აუცილებლად უნდა ველოდოთ მომავალში განვითარებას და სხვადასხვა სიახლეებს. თიტო, მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებები. დიდი მადლობა. წარმატებები კიდევ ერთხელ. დიტო აბულაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, კომპანია Smart-ერის ხელმძღვანელი. ჩვენ კი ახალ საკითხზე და თემაზე უნდა მოგიყვეთ. გასულ კვირას თბილისში, ექსპო ჯორჯიაში კავკასუს ბილდი ჩატარდა. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება უძრავი ქონების სექტორში. შესაბამისად, სიუჟეტიდან მოგიყვებით თუ ვინ იღებდა მონაწილეობას და რა თემებს ეხებოდა აღნიშნული ღონისძიება. 27-29 აპრილს თბილისში სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა კავკასუს ბილდი გაიმართა. გამოფენის მიზანი სამშენებლო ინდუსტრიის განვითარება, დარგში მომუშავე კომპანიებს შორის გამოცდილების გაზიარება და სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა თუ სერვისების გაცნობა იყო. კავკასუს ბილდი ექსპო ჯორჯიას ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონისთვის უკვე 30 წელია იმართება. ძალიან ვიხარია, რომ საიუბილეო გამოცემის ასე ვთქვათ, ორგანიზებას შევძელით. ყველაზე სარეკორდო რაოდენობის კომპანია მონაწილეობს წელს სამშენებლო გამოფენაში და ძალიან გვიხარია, რომ ინტერესი კვლავაც დიდი არის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ინდუსტრიისთვის სწორედ ამ პერიოდში, როცა პრინციპში შეინიშნება უკვე გარკვეული სირთულეები, კომპანიებმა შეძლონ ამ სირთულეების დაძლევა და ყველა მონაწილემ ამ ინდუსტრიის შეძლოს თავისთვის საინტერესო ბიზნეს კონტაქტის დამყარება. ღონისძიებას წელს ექსპო ჯორჯიას მე-11, მე-6, მე-5, მე-4 პავილიონები და გარე სივრცე მასპინძლობდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამშენებლო და სარემონტო მასალების დიდი არჩევანი და სპეციალური შეთავაზებები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიების მხრიდან. ეს იძლევა საშუალებას როგორც დეველოპერებს შორის, ისე სხვადასხვა სექტორში მონაწილე კომპანიებს შორის ინფორმაციის გაცვლის, ტრენდების გაცვლის, ასე ვთქვათ, აქ ისახება სხვადასხვა გზები თუ რა პოლიტიკით ვიაროთ, ყველას აქვს სხვადასხვა ინდივიდუალური გამოცდილება და მინდა გითხრათ, რომ ქვეყნის, ქალაქების პოპულარიზაციას, მის ცნობადობის ამაღლებას, ამას ჭირდება გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა, ვიდრე ეს იქნება ერთეული, თუნდაც ყველაზე უფრო წარმატებული კომპანიები. ამიტომ მე ვფიქრობ, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძალიან საინტერესო გამოფენა არის. კავკასუს ბილდზე ფაქტიურად უკვე მეორეჯერ ვიღებთ მონაწილეობას. შარშან პირველად მივიღეთ მონაწილეობა და წელს მეორედ. როგორც ხედავთ, შთამბეჭდავად ვართ წარმოდგენილები, როგორც სალკემდგომი ნაკეთობებით, ასევე ჩასაშენებელი ნაკეთობებით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ღონისძიება არის და ვაპირებთ კომპანია ლაზერი, რომ ყოველწლიურად ჩავერთოთ ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. დაახლოებით უკვე 50-მდე ვიზიტორს უმასპინძლებთ დღეს დილიდან, რამდენიმე საათში და ველოდებით კიდე გაცილებით მეც. 3 დღის განმავლობაში გაიმართა თემატური ღონისძიებები, ვორქშოპები და პანელური დისკუსიები სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით. ჯამურად გამოფენაში 200-მდე კომპანია მონაწილეობდა. ძალიან სასიამოვნოა, რომ უკვე 30 წელია ეს სტარდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წვეტა არ მოხდება და მომავალშიც გაგრძელდება, იმიტომ რომ მსგავსი ანალოგი ჩვენ საქართველოში არ გვაქვს და მიუხედავად დღეს შეიძლება ბევრი გამოწვევისა მაინც შეძლეს და ამ არაჩვეულებულმა გუნდმა მოახერხა და ჩაატარა და პირიქით უფრო მასშტაბური სახე მისცა ამ ღონისძიებას და წარმატებებს უსურვებთ. რაც შეეხება პანელს, ძალიან საინტერესო კვლევით დაიწყო. კომპანიებმა, კოლეგებმა ვისაუბრეთ დღეს არსებულ სიტუაციაზე, ხო? რა გამოწვევებია, მოთხოვნის ნაწილში რა ხდება, დავინახეთ კვარტლის მონაცემები, რომ მიუხედავად დეკემბერ-იანვარის შემცირებისა, თებერვლიდან საკმაოდ გამოსწორებული და სტაბილური მოთხოვნა გვაქვს. ზოგადად ბაზრისთვისაც ესეთი ექსპოების ჩატარება მშოვანია, იმიტომ რომ რეგიონებიდანაც ჩამოდიან, სტუმრები ნახულობენ, ჩვენი პროდუქტი გავა საზღვარგარეთ, ჩვენც უფრო მეტი საშუალება გვექნება, რომ უშუალოდ ნახოთ ეს ყველაფერი და ჩემი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. დღეს ეხლა პანელურ დისკუსიაში მივიღეთ მონაწილეობა ზოგადად
ბაზარზე იყო საუბარი, იყო იმის საუბარი, რომ ეხლა უკვე მოთხოვნა დასტაბილურებულია და მიდის იმ ლოგიკური განვითარებით, როგორც უნდა წავიდეს, ფასები მაინც მზარდია. კავკასიის ბილდი საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. კვირაულის ფარგლებში მონაწილეობას იღებდა გამოფენაში ტექნოჯიმი, რომელმაც წარადგინა საკუთარი პროდუქცია და გარდა ნაცნობი პროდუქციისა, ასევე დამთვალიერებლებს და დამსწრე აუდიტორიას შესთავაზა ინოვაციური ეკოსისტემა და თუ რას გულისხმობს ეს ეკოსისტემა და როგორია ტექნოჯიმის განვითარების გზა და გეგმები საქართველოში, დეტალებს ასევე ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტიდან მოგიყვებით. იტალიური პრემიუმ ბრენდი ტექნოჯიმის სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა კავკასიის ბილდში მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდა ტექნოჯიმის სხვადასხვა სავარჯიშო დანადგარებს გასცნობოდნენ და კომპანიის წარმომადგენლებისგან თითოეულის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიეღოთ. ტექნოჯიმი არის იტალიური პრემიუმ ლაქშერი კომპანია, რომელიც აწარმოებს ფიტნეს დანადგარებს როგორც სახლისათვის, ასევე კომერციული მიმართულებებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის მომხმარებელთან და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარება და შენარჩუნება. შესაბამისად, ტრადიციულად წელსაც ვიღებთ მონაწილეობას სამშენებლო გამოფენა კავკასიის ბილდ 2025-ში. დაინტერესება მომხმარებლის მხრიდან წელსაც საკმაოდ მაღალია. გამოფენის ფარგლებში წელს შეგვიძლია რომ წარვუდგინოთ დაინტერესებულ მხარეებს ტექნოჯიმის სხვადასხვა სავარჯიშო დანადგარები, თუმცა წლევანდელი გამოფენა მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოდგენილი გვაქვს უახლესი ინოვაცია ტექნოჯიმ ჩეკაპი, რომელიც სულ ახლადაც დაემატა ტექნოჯიმ ეკოსისტემას. კომპანიის უახლესი ინოვაცია ტექნოჯიმ ჩეკაპი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით აფასებს როგორც ფიზიკურ, ასევე კოგნიტურ ჯანმრთელობას. კომპანიაში განმარტავენ, რომ მოცემული დანადგარის მეშვეობით იზრდება ვარჯიშის შედეგიანობა. ტექნოჯიმ ჩეკაპი საზომი ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აფასებს ადამიანის კოგნიტურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, რის შედეგადაც ხდება ადამიანის wellness age-ის გამოთვლა. ტექნოჯიმ ჩეკაპი AI coach-ი ამუშავებს პერსონალიზებულ პროგრამებს და აწვდის მომხმარებელს ტექნოჯიმ აპლიკაციაში. შედეგად ვარჯიში ხდება უფრო ეფექტური და შედეგიანი. აღჭურვილობების გარდა ტექნოჯიმი მომხმარებელს ფიტნეს სივრცეების პროექტირებას და დიზაინსაც სთავაზობს. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით ბრენდი მრავალი წელია დეველოპერულ კომპანიებთან ერთად ინდივიდუალურ პირებთანაც თანამშრომლობს. გარდა ფიტნეს აღჭურვილობებისა, მომხმარებელს პირველ ეტაპზე ვთავაზობთ ფიტნეს სივრცეების დაპროექტებას 2-3 ფორმატში, რაც საშუალებას გვაძლევს პროექტის დეტალური ვიზუალიზაცია ვიხილოთ. პროექტის შედგენისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ აღჭურვილობების ოპტიმალური განლაგება, ზუსტი დაგეგმარება და უსაფრთხოების ნორმები. დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანმრთელობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ჩვენი მიზანია პოზიტიური ცვლილება შევიტანოთ ადამიანების ცხოვრებაში. შესაბამისად, გვჯერა, რომ ადამიანები, სადაც ცხოვრობენ და ვითარდებიან, ჯანსაღი ცხოვრების სტილი და ფიზიკური აქტივობა ინტეგრირებული უნდა იყოს. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ სხვადასხვა დეველოპერებთან, რათა დავნერგოთ ცხოვრების სტილი და ფიზიკური აქტიურობა ადამიანების ყოველდღიურობაში. დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნებისთვის ტექნოჯიმი აქტიურად ესწრება სხვადასხვა ტიპის თემატურ გამოფენებსა და კონფერენციებს. კომპანიის მიზანს მათთვის სიახლეებისა და ინოვაციების გაზიარება წარმოადგენს. უძრავი ქონების პროსპექტი ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობს იმ თემაზე, რომ ხდება ბინების გადაყიდვა, რომელიც საკმაოდ ძველი პრაქტიკა იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბოლო პერიოდშიც ასეთი დეტალები იჩენს თავს. აღმოვაჩინეთ, რომ არც აჭარაა გამონაკლისი შემთხვევა და ბათუმშიც არც თუ ისე იშვიათია უძრავი ქონების მეორედ, მესამედ და მრავალჯერ გადაყიდვის ფაქტები და ამის მიღმა კიდევ ძალიან ბევრი სხვადასხვა პრობლემაა, მაგალითად ექსპლუატაციაში არ შესული პროექტები ან უნებართო დაშენებები და ასე შემდეგ. სწორედ ეს საკითხები იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემის მეორე თემა, რომელზეც სასაუბროდ დავპატიჟეთ შორენა ახვლედიანი, რომელიც გახლავთ ახვლედიანი & ლოუ იურიდიული კომპანიის დამფუძნებელი. შორენა, მოგესალმებით. გამარჯობა, მადლობა სტუმრობისთვის. მადლობთ მოწვევისთვის. ძალიან მტკივნეული თემები გავაჟღერეთ პრინციპში. იდეაში რაღაცნაირად ყველას ქონდა განწყობა, რომ ესეთი პრობლემები თითქოს ბაზარზე აღარ არსებობდა, ხელმეორედ გადაყიდვები და ხელმესამედ და ასე შემდეგ, თუმცა ზოგადად 2008 წლის პრაქტიკა კიდევ გრძელდება დღესაც როგორც თბილისში, ისე ბათუმში. და როგორი სიტუაციაა დღეს აჭარაში? მოდით აი ამით დავიწყოთ საუბარი და მერე სხვა პრობლემურ საკითხებსაც შევეხოთ. ამ კონკრეტულ პრობლემას რაც შეეხება სამწუხაროდ არის ესეთ შემთხვევები და გვაქვს იურისტებს მიმდინარე საქმეები ზუსტად ესეთი, სადაც ერთი კონკრეტული ფართი გადაყიდულია უკეთეს შემთხვევაში ერთზე და ცუდ შემთხვევაში რამოდენიმე ახალ შემძენზე.
ასეთ შემთხვევაში პრობლემა წარმოიშვება მას შემდეგ, რაც აი პირველი შემძენი ითხოვს უკვე რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, რაც იყიდა იმისთვის, ფული გადახდილი აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ახერხებს რეგისტრაციას. იმიტომ რომ აღმოჩნდება, რომ ეს ქონება უკვე მესამე პირის, ანუ ახალი შემძენის საკუთრება არის. რომ დავაზუსტოთ, ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მყიდველი ხელშეკრულებას აფორმებს წინარე ხელშეკრულებას კომპანიასთან და არ არეგისტრირებს საჯარო რეესტრში. მხოლოდ ამ შემთხვევებში არის წინარე ეგრეთ წოდებულ წინარე რასყიდვების ხელშეკრულებებზე, რომლებიც პრინციპში უზენაეს სასამართლომ გადააკვალიფიცირა როგორც ნარდობის ხელშეკრულება, ანუ ნარდობა რაც ნიშნავს მოვდივარ, გიკვეთავ რაღაცას და შენ მისრულებ. თუმცა სამწუხაროდ არ ხდება ამ პირობების შესრულება და უფრო მეტიც ხდება ესეთი გარიგებები, როდესაც წინარე ნასყიდვების ხელშეკრულება არ რეგისტრირდება საჯარო რეესტრში და ესეთი შემთხვევები პრაქტიკად არის უკვე დამკვიდრებული აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე, იმიტომ რომ სანამ თანხა არ იქნება რაღაც პროცენტამდე გადახდილი რომელიღაც დეველოპერს აქვს 30%, ეგეთ რომელიღაც 50%. ასეთ შემთხვევაში წინარე ნასყიდობასაც არ არეგისტრირებენ საჯარო რეესტრში, რაც წარმოშობს შემდეგ ძალიან დიდ პრობლემებს, იმიტომ რომ ეს ნივთი ფაქტიურად არის საჯარო რეესტრში, როდესაც დარეგისტრირდება სუფთა მდგომარეობაში თითქოს და ანუ არ არის მას ვალდებულება მომავალი მესაკუთრის, რაც დეველოპერს აძლევს იმის საშუალებას თუ ის არაკეთილსინდისიერად გამოიყენებს ამ ფაქტს, გადაყიდოს ეს ქონება მესამე პირზე. ასეთ შემთხვევაში რა ემართება იმ პირს, რომელსაც პირველად თითქოს და შეიძინა ეს ქონება. შემდეგი შემძენი, რომელიც მოახერხებს რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, ის არის კეთილსინდისიერი. და ის შემძენი, რომელსაც თავდაპირველად თითქოს დაიყიდა ეს ნივთი, რჩება ყოველგვარი გარანტიის გარეშე. პირველი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ის უბრალოდ ვეღარ იბრუნებს ნივთს და შეუძლია დააყენოს საკითხი თანხების დაბრუნებაზე, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია, სასამართლო ხარჯებს, რა თქმა უნდა, დროს უკავშირდება, ყველამ იცით, რომ ძალიან ხანგრძლივი პროცესი არის და დამოკიდებულია კიდე იმაზე, რამდენად გადახდისუნარიანია დეველოპერი. რამდენად გახშირებულია აღნიშნული პრობლემა და რაღაც დინამიკაში რომ თუ შეიძლება დავინახოთ, რომ რაიმე კონკრეტულმა ფაქტებმა ხო არ გამოიწვია, ან კონკრეტულ დეველოპერებს ხო არ უკავშირდება და თუ აი რა სურათი გვაქვს ბაზარზე? საბედნიეროდ ძალიან ხშირი არ არის ესეთი ფაქტები, თუმცა გადაყიდვის ფაქტებს ვიძახით, თუმცა საკმაოდ თვალშისაცემია თუნდაც ერთმა დეველოპერმა, რომელიც პირობითად რაღაც პროექტს ახორციელებს, სადაც 300 ან 500 ბინა უნდა გაიყიდოს, უკვე დიდი არის და უკვე პრობლემა არის. და რაც შეეხება იმ პრაქტიკას, რომ ესეთი ხელშეკრულებები არ რეგისტრირდება, ალბათ 90% დამკვიდრებული პრაქტიკა ეგეთია, რომ უბრალოდ არ რეგისტრირდება მომავალ მესაკუთრედ იმ თავითვე. როდესაც ეს ხელშეკრულება იდება მხარეთა შორის. პრობლემა ეხება ალბათ როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ მყიდველებს და ეს ალბათ რეპუტაციის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან ზიას აყენებს ქვეყანას ამ თუ იმ პროექტს და ასე შემდეგ. ამაზე გაფრთხილებებიც ვნახეთ და რაღაც რიგი განცხადებები, აი ამ ნაწილში როგორი გვაქვს სურათი? ამ ნაწილში უკვე შესამჩნევია, რომ ნდობა შერყეულია, იმიტომ რომ ფაქტურად ასე ვთქვათ, აფუჭებს უძრავი ქონების ბაზარს. ეს არის მოკლევადიან პერსპექტივაზე გათვლილი ჩემი აზრით და ეს გრძელვადიანი ვერ იქნება, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც უკვე მოდიან კლიენტები კითხვებით უნდა შეამოწმონ დეველოპერის კეთილსინდისიერება, რეპუტაცია. ნორმალურად ესეც უნდა ხდებოდეს წესით, მაგრამ სამწუხაროდ თითქოს შიშია უკვე იმისა, რომ აუცილებლად რაღაც მოხდება. რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში. აი ეს საინტერესოა, რამდენად ამოწმებენ წინასწარ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, ინფორმაციას და ასე შემდეგ. აი სანამ იყიდიან უძრავ ქონებას, რამდენად მოგმართავენ წინარე ინფორმაციის გასაგებად და ამ კუთხით როგორ გაიზარდა ადგილობრივი და უცხოელი მომხმარებელი ალბათ უფრო მეტად ჩახედულია, თუმცა ქართველების შემთხვევაში როგორია პრაქტიკა? სამწუხაროდ ვერ დაგეთანხმებით უცხოელების ნაწილშიც, ძირითადად საუბარი მაქვს სლავებზე, რომლებიც ყველაფერს ყიდულობენ, არ აქვს მნიშვნელობა შემოწმებული, არ არის შემოწმებული. ნუ ეგ არ ვიცი, ალბათ კიდე ღრმად შეგვიყვანს რატო ხდება ესე. რა თქმა უნდა, ევროპელები აუცილებლად ამოწმებენ ამ ყველაფერს. ქართველებისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მე მგონი უფრო. და სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ,
პოტენციური 10 შემძენიდან 2-მა შეიძლება მიმართოს იურისს და მოითხოვოს ამ ყველაფრის გადამოწმება. ეს ხდება რატო? იმიტომ რომ უშუალოდ დეველოპერისგან როდესაც ყიდულობს იმ შეთავაზებებით და ჯერა იმ შეთავაზებებით, რაც არის, რა თქმა უნდა, მე ყველაზე არ მაქვს საუბარი და შეიძლება შემთხვევაში სრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ შეძენის ეტაპზე ჩემი აზრით ნებისმიერმა შემძენმა უნდა მოითხოვოს როგორც ფინანსური მაჩვენებლების გადამოწმება, რეპუტაცია, სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაცია, უპირველეს ყოვლისა თუ ეს ნივთი უკვე განშლა გაკეთებულია და რეგისტრირებულია, მისი სტატუსი უნდა შეამოწმოს საჯარო რეესტრში, არის თუ არა იპოთეკით დატვირთული და ასე შემდეგ. ამას არ აკეთებენ ძირითადად და ეს ხდება მას შემდეგ, როდესაც პრობლემა წარმოიშვება. რეპუტაციულ რისკებზე როდესაც საუბრობდით და ეხლა თქვენც ახსენეთ დაპირებები, რომლებიც ზოგჯერ სრულდება, ზოგჯერ არ. ასეთი ტიპის არშესრულებები რამდენად მოქმედებს, ეს ერთი შეკითხვა ბაზარზე და მეორე რა რისკები არსებობს რეალურად, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ დაპირებას, ხო, მაგალითად ეს კონკრეტულ ციფრებშია გამოსახული, გარანტირებული შემოსავლები, ესეთი ფრაზებია, ნახსენები. ხშირ შემთხვევაში ვხედავთ რენდერებს, სადაც აბსოლუტურად შეიძლება გადამწვანებული იყოს ან რაღაც ყველაფერი ძალიან ლამაზი, მაგრამ რეალური სურათი სხვა არის და გამოდის რომ მომხმარებელი რაღაცა სხვას ყიდულობს და სხვა რაღაცას იღებს და აი აქაც დაცვის მექანიზმი როგორ მუშაობს, რომ ის დაპირება რაც მარკეტინგულად გაჟღერდა და მე თუ ვერ შესრულდა კონტრაქტის ჭრილში რამდენად შეიძლება იყოს გათვალისწინებული. კონტრაქტსაც გააჩნია, რა თქმა უნდა, იყოს გათვალისწინებული, თუმცა არამყურადღებას არ აქცევს ამას, მაგალითად საერთო სივრცეებს, რაც ახსენეთ, ხა გამწონება და ასე შემდეგ, რენდერში რაც ჩანს. ძირითადად კონტრაქტი როდესაც ფორმდება, საუბარი არის უშუალოდ იმ პირობებზე, რომელიც უშუალოდ ამ შესყიდულ ფართს ეხება და არ არის საუბარი საერთო სივრცეებზე. შესრულების ვადებზე, როდის დასრულდება და ასე შემდეგ ექსპლუატაციის შეყვანა, ესეც პრობლემა. და არის შემთხვევები და ალბათ ვიტყვი რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც დაპირებულს ვერ იღებს შემძენი. იგივე ამოგების ნაწილში, იგივე ქირის ნაწილში. ეს უკვე უფრო სხვა პრობლემა, ანუ დღეს რაღაცას რო ვაფასებთ, რაღაც ფასად ხვალ შეიძლება იგივე ფასად ვერ გავაქირაოთ, ან ვერ გავყიდოთ და დგება უკვე. რამდენად სწორია ამის მარკეტინგულ პროდუქტში შეთავაზება, რომ ამდენ პროცენტიანი ამონაკები, ასეთი ამონაკები და ასე შემდეგ და ამის სხვაგან როგორ ხდება სხვა ქვეყნებში და ამის დარეგულირება რამდენად შეუძლება. ზრს რომ არ იყოს მომხმარებელი მოტყუებული და ეს მერე რეპუტაციაზე ნეგატიურად არ მოქმედებდეს საქართველოს იმიჯზე. მომხმარებელთა შესახებ კანონი განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, ჩარჩოებს აყენებს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ არის ესეთი მკვეთრი რეგულაცია, რომელიც დააწესებს რაღაც კონკრეტულ სტანდარტს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გამყიდველი უბრალოდ თავის მოლოდინებს აჟღერებს და ნუ თუ ის მოლოდინი არ შესრულდება, მერე და მომხმარებელი მას თუ მიიღებს და დათანხმდება და იჯერებს, მისი პრობლემა შეიძლება იყოს. მისი პრობლემა ბაზარზე არსებულმა სიტუაციამ შექმნა რაღაც სხვა, ვიდრე მოლოდინი იყო, ანუ გამართლება ნებისმიერ შემთხვევაში მოიძებნება. პრობლემა არის ჩემი აზრით ის, რომ შემდეგ არ ხდება ამის სამართლებრივად დარეგულირება, რატო არც ერთი მომხმარებელი მაგალითად არ ითხოვს ამას ამ დანაპირების სასამართლო წესით აღსრულებას. იგივე საერთოდ მე არ ვსაუბრობ, რატო ვერ ქირავდება იმ ფასად, რაც იყო დანაპირები. ეგ ძალიან ზოგადი რაღაც არის, რომელსაც ვერ განსაზღვრავ ხვალ როგორ იქნება, მაგრამ თუნდაც კონკრეტულ ვადაში იმ მდგომარეობაში საერთო სივრცეების ჩაბარება, რაც დათქმული იყო და დანაპირები იყო, ამაზე წესით უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, იგივე კონტექსტში, როგორც ხა ფართი არ მბარდება დროულად, ანალოგიურად საერთო სივრცეებს მოწესრიგებული არ მბარდება, ამაზეც უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, სასამართლოსთვის მიმართვა არ ხდება. წეგან რომ კონტრაქტებში ხშირ შემთხვევაში საერთო სარგებლობის სივრცეებთან დაკავშირებით არ არის კონკრეტიკა. დიახ. რა არის ამის გამომწვევი მიზეზი? ან შეიძლება იყოს ის, რომ მაგალითად გზადაგზა შეიძლება დეველოპერმა შეცვალოს პროექტი, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეებში, რა ვიცი, გამწვანება, ასე შემდეგ და ამიტომ არ შექონდეს საწყის ეტაპზე ეს ყველაფერი, ეს დეტალები კონტრაქტში. დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირი შემთხვევა, როდესაც დეველოპერი გზადაგზად ცვლის პროექტს.
და ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა თუ რატო მაგალითად აი პირველ თემას რო შევეხოთ რატო არ რეგისტრირდება ვალდებულებით ჩანაწერები, იმიტომ რომ ნებისმიერ ესეთ ეტაპზე უნდა მოითხოვო ყველასგან თანხმობა რეგისტრირებული პირისგან. ასეთ შემთხვევაში ის თავისუფალია ამისგან, შეუძლია როცა გადაწყვეტს მაშინ შეცვალოს პროექტი, შესაბამისად დაამატოს სართული და ასე შემდეგ, რაც უკვე ანუ მოქმედებებში თავისუფალია, არა აქვს თქმის კონკრეტული ვადა და შესაბამისად იყენებს ამ სახელმწიფოს. ეს იწვევს მე საბოლოოდ იმას, რომ პროექტების დიდი ნაწილი ექსპლუატაციაში ვერ შედის ბათუმში და ამ თემაზეც მინდა რომ ვკითხოთ, რა არის წილი იმ ობიექტებისა, რომელიც არ არის ექსპლუატაციაში შესული და რა არის ამის განმაპირობებელი მიზეზი? ძირითადად იგივე მიზეზია, როდესაც თვლიან, რომ თქვათ პირობითად რამოდენიმე სართულიანი პროექტი მაქვს, შემდეგ გადავწყვეტე რომ დავამატო, გაიყიდა, კარგად, ვამატებ. ამას აკეთებენ შეთანხმების გარეშე, ანუ ეს მიმდინარეობისას არც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს თუ ხელისუფლებას არ უთანხმდებიან, ამაზე თვითნებურად ხდება ამის შეცვლა პროექტის. ყოფილა შემთხვევები, როდესაც პროცესში, ანუ მშენებლობის, იგივე ცვლილების ფიზიკურად განხორციელების პროცესში ხდება მიმართვა, ანუ ჯერ არ არის ამაზე ნებართვა გაცემული ცვლილების თავაზე, მაგრამ პროცესი მიმდინარეობს. შემდგომ უკვე ეს იწვევს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა რაღაც კონკრეტულ ვადაში მოლოდინი, რომ ის დასრულებულ საცხოვრებელ სახლში. ანუ მე ვიცოდი, რომ პირობითად 20 სართულიან კომპლექსში ვიყიდე სახლი და შეიძლება დამხდეს 30 სართულიანი, რომელიც არ იქნება ჩაბარებული, იმიტომ რომ ამას მერე მრავალწლიანი ბიუროკრატია მოყვება. ამას თავისი პროცედურები, რა თქმა უნდა, მერე უნდა მოხდეს უკვე აშენებული შეცვლილი პროექტის, რა თქმა უნდა, ექსპერტიზა, ახლა შესაბამისობა არსებულ ნორმატივებთან, დადებით შემთხვევაში ბარდება, უარყოფით შემთხვევაში ვადა ეძლევა გამოსწორებისთვის და უსასრულობამდე გრძელდება. მონიტორინგი როგორია? ერთ თავს უστებ თუ შეიძლება, რამდენია შესული ექსპლუატაციაში და აი მონიტორინგის სისტემა როგორ მუშაობს აჭარაში? სამწუხაროდ ვერ ვიტყოდი, რომ კარგად მუშაობს მონიტორინგის სისტემა ამ კუთხით, იმიტომ რომ ფაქტია გვაქვს იურისტებს ძალიან ბევრი ისეთი საქმე, სადაც ზუსტად ეს პრობლემები ფიქსირდება. და ბოლოსკენ რო შევაჯამოთ, თუ შეიძლება დინამიკაში რო დავინახოთ, ის პრობლემები, რაზეც ვისაუბრეთ, შემცირებისკენ მიდის თუ პირიქით ზრდისკენ. მაგალითად, დაშენებები, რომელიც არ არის შეთანხმებული და მერე გზადაგზად თანხდება, ესეთი დეტალები, ესეთი საკითხები უფრო იზრდება დროთა განმავლობაში თუ პირიქით იკლებს და რიგი დეველოპერებს ამ მეთოდს აღარ იყენებს. ჩვენ წინსვლა გვაქვს იმ კუთხით, რომ 2019 წელს მივიღეთ ახალი სამშენებლო კოდექსი და რეგულაციები გამკაცრებულია ამ მხრივ. ამის შემდგომ გაცემული ნებართვები უკვე, ну, იქ ბევრი დეტალია, ამის შემდგომ გაცემული ნებართვები უკვე თავისთავად თვითონ პროექტსაც ავალდებულებს და დეველოპერს ავალდებულებს ბევრი წესის შეცვლას, რეგულაციების მიხედვით ჩამოყალიბებას, თუმცა არის სასრულობამდე გაგრძელებული მშენებლობები, სადაც იგივე რეგულაციები არ არის გამოყენებული, ვერ არის გამოყენებული, უკუცევი ძალა არ აქვს ამ კანონს და შესაბამისად ესეთი პროექტები, რა თქმა უნდა, ფინანსურ ნაწილში რამდენად აქვს დღეს აჭარის დეველოპერულ ბაზარზე მომუშავე კომპანიებს პრობლემები პროექტების დასრულების, ცოტა შემცირებულია და შენელებულია ბაზარი, მოთხოვნით შენელებულია და ეს რა ტიპის გავლენას ახდენს ამ მიმდინარე პროექტების დასრულებაზე. ამ კუთხით თუ გაქვთ რაიმე შემთხვევები ან დავები ან მომართვიანობა? ახალ პროექტებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არის ის ვადები გასული, რამაც შეიძლება გადააწყვეტინოს შემძენს, რომ მიმართოს სასამართლოს და შემოსათ იურის, თუმცა ფინანსურ პრობლემებს რაც შეეხება, ну, ზოგადად სურათი ბოლო პერიოდში შეიქმნა ესეთი, რომ მაინც სახარბიელო ვერ არის, იმიტომ რომ არის დაკრედიტების შემთხვევები, როდესაც ერთი პროექტის დასრულების მიზნით ხდება კრედიტის გაცემა ბანკისგან, მიზნობრიობა არასათანადოდ სრულდება, იწყებს დეველოპერი მეორე პროექტს, მესამე პროექტს, შესაბამისად შემცირებული მოთხოვნა უკვე აისახება მის ფინანსურ მდგომარეობაზე, რაც უკვე იწვევს პრობლემებს ფინანსურსაც მათ შორის. თავარი რჩევები, რასაც ჩვენს მაყურებელს მისცემდით, რა უნდა გაითვალისწინონ, ვიდრე უძრავ ქონებას შეიძენენ და როგორი უნდა იყოს ეს პროცესი, რომ მე არ გაურთულდეთ და არ დასჭირდეთ იურისტებთან თუ სასამართლოში ზიარული?
თავარი რჩევა არის იმ თავით, რომ სანამ გარიგებას დადებდნენ მიმართონ იურის, იმიტომ რომ ბევრად უფრო ნაკლები ხარჯი დაუჯდებათ, რასაც ხშირად ერიდებიან, ვიდრე უკვე გართულებული პროცესის დროს. აუცილებლად მოითხოვონ უძრავი ქონებს, რომელსაც ყიდულობენ, სამართლებრივი სტატუსის შეფასება და მოერიდონ რეპუტაციულად, აი დაბალი რეპუტაციის მქონე დეველოპერებთან, თუნდაც იმიტომ რომ დაბალი ფასია გარიგებების დადებას, იმიტომ რომ არავინ იცის ხვალ ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც უკვე არსებულ ნივთს ვყიდულობთ, ვხედავთ მას და აი შევდივართ საცხოვრებლად. ეს არის შემთხვევაში არის ძალიან დიდი რისკი. ესე თქვა, ჰაერის ყიდვის შემთხვევაში ძალიან დიდი რისკები არის და ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული. და ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაარეგისტრირონ ხელშეკრულება საჯარო რეესტრში. უნდა მოითხოვონ მომავალი მესაკუთრის სტატუსით რეგისტრაცია. სამწუხაროდ სანამ ბინების განშლა ნუმერაცია არ არის გაკეთებული, ამ დროს ესეც ვერ ხდება, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, კანონი უშვებს ამას, რა თქმა უნდა, რომ არ არის სავალდებულო წინარენასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, მაგრამ ეს აუცილებელია შემძენისთვის. მისი გარანტიებისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ სხვასთან არ აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში თავის ნივთი, თუნდაც იმიტომ, რომ იპოთეკის ჩანაწერი შეამოწმონ ხშირად დეველოპერებს დატვირთული აქვთ თავისივე სესხების გამო და ძალიან დიდი სესხების გამო ეს იპოთეკის საგანი, რაც პირველად მოთხოვნას უქმნის მათ და შემძენი უკვე მერე ჰაერში რჩება, ესე ვთქვათ, და შეამოწმონ აუცილებლად საგასახადო გირავნებები, ყადაღები ხო არ აქვს რეგისტრირებული, რაც უკვე ფინანსურ პრობლემებზე მიანიშნებს დეველოპერისას. მადლობა. დიდი მადლობა შორენა, წარმატებებს გისურვებთ. შორენა ახმედიანი იყო დღევანდელი გადაცემის სტუმარი. ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით და შევხვდებით თბილისის სტუდიაში, ხოლო ბათუმში და ბათუმის სტუდიიდან ზუსტად ერთ თვეში დაგიბრუნდებით. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად გრძანდებოდეთ. გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. გადაცემის სპონსორია JetExi, უნივერსალური საინჟინრო მომსახურება. გადაცემის თანაავტორია პროსპექტი, უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია 2018 წლიდან.